გუნდის ღალატს რო თავი დავანებოთ, პირველ რიგში ეს ქვეყნის ღალატია, ხო? როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, როდესაც არის ამხელა ზეწოლა, ამხელა წნეხი, ამხელა უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობა, ასეთ პირობებში ადამიანი როცა ფიქრობს ხელის მოთმობაზე, ეს არის პრინციპულად არასწორი, არ მინდა უფრო ხეში შეფასება გამოიყენოს. 23 წლის დეკემბერში, როდესაც გარკვეული ინფორმაციები შეიძლება იყო უკვე ცნობილი ჩვენთვის. 23 წლის დეკემბერში შეგახსენებთ, რომ ბატონი ბიძინა ამიანუშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და ზუსტად ამ შენობაში გააკეთა კონკრეტული განცხადებები და მას ჰქონდა კონკრეტული მინიშნებები და ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება უკავშირდებოდა სწორედ კორუფციას. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, ეს იყო 2023 წლის დეკემბერი, 2024 წელი იყო ურთულესი. სხვადასხვა მიმართულებით უმძიმესი ზეწოლა იყო თან საარჩევნო წელი, სერიოზული პრობლემები იყო ქვეყნის წინაშე პოლიტიკური თვალსაზრისით და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თუმცა დღეს უკვე ყველაფერი არის წესრიგში, ჩატარებულია საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანა არის დამშვიდებული და დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ ყველა ზომა მივიღოთ მათ შორის კორუფციის წინა. ერთი წუთი არ დავიჯერებთ რეალურ კორუფციასთან ბრძოლას, სანამ ერთი და იგივე მიდგომას არ დაექვემდებარება ღარიბაშვილის კლანის წარმომადგენლების და კობახიძის კლანის წარმომადგენლების. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ოპტიკური ილუზია, რომელთაც საქართველოს საზოგადოებას საღერღელს ურევენ და ცდილობენ, რომ შეაყიდონ ეს ამბავი, როგორც კორუფციასთან ბრძოლა. მოიწყდეს, რომ დაახლოებით 1 წლის წინ ამავე დარბაზში აი ეს 99 დეპუტატი ტაშს უკრავდა ირაკლი ხარსელაძეს. ტაშს უკრავდა, მიესალმებოდა, მხარს უჭერდა. რაც რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არათუ მინისტრის მოადგილეზე და მინისტრზე, რა თქმა უნდა ვრცელდება ქართულ ოცნებაზე. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს საპარლამენტო კონტროლის კრახს, საპარლამენტო კონტროლის და ზედამხედველობის ჩავარდნას.